რომ წარმოუდგენელი ძალადობა მოხდა ჩვენს თვალწინ, მოსამართლის თვალწინ, ჟურნალისტთა მიმართებაში, ნანუკა ქაჯაიასთან მიმართებაში კონკრეტულად იყო მართლა წარმოუდგენელი ძალადობა, ფიზიკური ძალადობა და ამაზე არანაირი რეაგირება მოსამართლეს არ აქვს და ამ პირობებში როგორ შეიძლება სხდომის გაგრძელება და მოვითხოვეთ სხდომის გადადება, რაზეც უარი თქვა და ამიტომ ადვოკატმა დატოვა სხდომა, მეც მომიწია სხდომის დატოვება და ამის შემდგომ ვიცმენთ საერთოდ სასწაულს. ესე იგი თურმე მომავალ ორშაბათს უნდა მოვიდეთ და მთელი პროცესი დასკვნითი სიტყვების ჩათვლით ერთ დღეში უნდა მორჩეს. ეს არის პირდაპირ, აი ამის მეტი გამოხატულება დავალების რომ დაუყოვნებლივ სასამართლომ უნდა დასაჯოს პოლიტიკური ლიდერები მეტი რა არის. ანუ პირდაპირ მოსამართლე ამბობს რომ ყველა მოწმე, ყველა პროცედურა, შესავალი სიტყვა, ყველაფერი უნდა მორჩეს ერთ დღეში და დღის ბოლოს უნდა დაამთავროს სხდომა ორშაბათს. მე ვეუბნები ხა აი ბანდიტურ დაჯგუფებას, რისი გიათ? ანუ გეჩქარება ჩვენი ყოველას დაჭერა? მერწმუნეთ რომ ჩვენ არც სიხის არ გვეშინია და არ ბრძოლის არ გვეშინია. თქვენ უნდა გეშინოდეთ იმ რისხვის, რასაც აი იმ ძალადობისთვის მიიღებთ, რაც ახლა ამ შენობაშია. ყველა ოთახში სადაც არ უნდა შეხვიდეთ, ყველგან პოლიტიკური პროცესია. ყველა ოთახში. სასამართლოს სხვა არაფერი არ მიმდინარეობს გარდა პოლიტიკური პროცესებისა და ამას ჩვენ ერთიანობით უნდა დაუპირისპირდეთ და აუცილებლად გავიმართოთ. ახლა სამართლებრივ ნაწილს ბადვი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ მაგდა ჩვენება არ მისცეს. თქვენ თუ აპირებთ რომ მოსცა და მე გავივli ადვოკატთან აქამდე არც ვიყავი მისულით ეხა ამ საკითხებზე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ რომ რა სამართლებრივ აბსურდთან გვაქვს საქმე. აბსურდია ხალხო, აბსურდია. აი პროკურორი ამბობს რომ განემართა, აი პროცედურულ რამეს განემართა გიორგი ვაშაძეს რაღაც. ეგ პროცედურაც კი არ გაუკეთებია. მიხვდით? ან იმდენად სამართლებრივ პროცედურულ ნონსენსთან გვაქვს და ეხა რეალობა ხო სხვა არის არა? არალეგიტიმური პარლამენტი, რაღაცა კომისია ვარ გაიძახიან და მთავარი კითხვა აი დღესაც მე მაგ კითხვა. წულუკიანს რატო ეშინია მოსვლის ამ სასამართლოში? წულუკიანის წერილით ვარ ჩვენ პასუხისგებაში მიცემული. ანუ რა უნდა ვკითხო? უნდა ვკითხო რომ კომისიას რო ეძახის თავის თავს, რანაირად არის ოპოზიცია, ვინ არის ამ კომისიაში? უნდა იყოს წარმოდგენილი. ვინ არის ამ კომისიაში ოპოზიცია? თქვენ შეგიძლიათ დამისახელოთ ოპოზიცია ამ კომისიაში? ვერავინ ვერ ხონდა დაასახელოს, დაასაბუთოს, რას მეკითხებოდა, თუ მიბარებდა, რისთვის მიბარებდა, ხონდა დაასაბუთოს. ანუ ბრალი უნდა რომ წარმიდგინონ, ციხეში უნდათ რომ გაგვიშვან და სასამართლოში მოსვლის ეშინია? თუ მართალია, რატო ეშინია? თუ მართალია წულუკიანი, რატო ეშინია სასამართლოში მოსვლის? ხომ ისი წერილით არის ეს ყველაფერი დაწყებული? არ უნდა მოვიდეს? აბა მთავარი მოწმე ვინ არის? ვინ ფელდეგერი? ფელდეგერია მოწმე თუ წულუკიანი გეკითხები? არ უნდა მოვიდეს? კითხვა უამრავი გვაქვს და წულუკიანს ვეუბნები, ნუ გეშინია. მოდი, თუ არა და ჩვენ მოვალთ. თუ შეიძლება, ნახეთ, გახარიას ახალ პოზიციას, პრინციპში ახალი არ არის, თუმცა ოპოზიციას მიმართავს, რომ თუკი არჩევნებში მონაწილეობის განსხვავება იქნება მიღებული, ერთობლივ ნეიტრალურ კანდიდატზე მზადვართ, რომ შევთანხმდით ოპოზიციასთან და ვილაპარაკოთ და თქვენთვის რამდენად არ ვიცი ხა, პირდაპირ გეტყვით რომ მე აი გუწბელად გეტყვით რა. ნუ დავარქმევ იმას, რაც 4 ოქტომბერს არის არჩევნები. რანაირად არის ეს არ არის არჩევნები ხალხო. არა, რანაირად აი რა ხდება ეხლა სასამართლოში? ეს არჩევნებია? აი ეს ყველაფერი ხო ამის ნაწილია რა. კანონი აღარ არსებობს, დამკვირვებელი აღარ არსებობს, უცხოელი დამკვირვებელი არ არსებობს. რა ვიცი, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა უნდა, პოლიტიკური ლიდერები ციხეში, სინდისის პატიმარი ციხეში, მედია შეზღუდვებით, კანონებით, რომლითაც ქართული NGO-ები უნდათ რომ აკრძალვნა. რანაირად არის ეხლა ეს არჩევნები გეკითხებით რა? ჩვენ უნდა მივახციოთ არჩევნების ჩატარებას, რასაც ერქმევა არჩევნები, რომ იქნება იმ წესებით, რომელიც არის დემოკრატიული სტანდარტის შესაბამისი. მანამდე გაიგოს კომბინაცია თქვენთვის მისაღები არის. არა, აი, აზრის მოკლებულია ეს ბრძოლობა რა. მიდიხარ სადღაც, რომელსაც მეორე მხარე ეძახის არჩევნებს, დაწერს შედეგს და მე რა გამოვიდეთ და თქვა გაგვიხალბაო? აი მართლა აი რა საღამოს რას ვაკეთებ 8 საათზე. CS:GO ხო ვიცით რომ დაწერს იმ შედეგს რაც უნდა. არანაირი გარემოება არ არსებობს რომ რამე სხვა მოხდეს. გააუარესეს პირიქით ყველა სამართლებრივი გარემო რაც იყო. აი რანაირად გეკითხები. რიხის დოქები მეორედ გაიყიდა ბოლო 1 თვეში. ფულის აკეთების ახალგაზრდა. ანუ მეორედ გაიყიდა და კიდე ესე იგი გადაყიდვებში ფულს აკეთებს. სასწაული ამბავია. კალაძე აკეთებს ფულს. რა არის ეს? ხო ეს ხო მერის საკუთრება, მერის ბალანსზე იყო ეს ყველაფერი.
კალაძე ეს ხალხი აი ამ პირობებში როცა ასეთი ორომტრიალია ქვეყანაში რისთვისაც სალია ამ ბანდიტურ დაჯგუფებას ფულის კეთების ქვეყნის ძარცვის რას ერჩიან ამ დოკებს ყველა სურათში რაც კი არის თბილისზე ყველგან არის ეს საოცარი არქიტექტურული ნიმუში თბილისის ასე ვთქვათ სიმბოლო გახდა ეს შენობა და რას ერჩიან ერთ-ერთ რამეს რომ ფულის კეთება უნდა დაანგრიონ და მახინჯი სასტუმრო დადგან ამის ადგილზე რა არის ხა ეს